პირველი პროგრამა, რომელიც დღეს უნდა განვიხილოთ, ეს არის 18-6-6 პროგრამა. გვხდება ბედის მატრიცაში ნებისმიერ პოზიციაზე, შეიძლება გვხდებოდეს ურთიერთობის ხაზშიც, ფინანსების ხაზშიც, შეიძლება გვხდებოდეს მთავარ სულიერ კარმაზე, ასევე შეიძლება გვხდებოდეს მატერიალურ კარმაზე. ამ პროგრამის სახელწოდება არის სასიყვარულო მაგია, ანუ სიყვარულის ძიებაში მყოფი სული. მუდმივი სიყვარულის ძიებაში მყოფი სული და რეალურად მე უფრო მეტად მეორე დასახელებას უფრო ვეთანხმები, იმიტომ რომ ამ პროგრამის თარგმნა როგორც სასიყვარულო მაგია და ზოგადად მაგიასთან შემხებლობის საკითხი ყოველთვის ეგრე არ არის. ამას ვაზუსტებთ იმის მიხედვით პროგრამასთან ერთად, რა კონკრეტული სხვა პროგრამები გვაქვს, რა არქეტიპები გვაქვს და ასე შემდეგ. როდესაც 18-6-6 პროგრამას უყურებთ, აუცილებლად რა თქმა უნდა ვამოწმებთ გულის ჩაკრას და ამ ჩაკრაზე მყოფ არქეტიპებს პარალელურად, იმიტომ რომ ყველაზე აქტიური არქეტიპი და ყველაზე აქტიურად რაზეც ცენტრირებული უნდა იყოს ადამიანი, როდესაც განსაკუთრებით სულიერ მთავარ დანიშნულებაზე დავალება ერთ-ერთი არის ზუსტად 6 არქეტიპით მისი. გაჩნია არის ასეთი მდებარეობით, ან 6-იანი არის, ასე ვთქვათ, პირველ ჩაკრაზე და 6-18 ესე გვხდება. 18 ენერგია ხდება მეორე ჩაკრაზე, ანუ ურთიერთობის შესასრულთან, ან ამოტრელებული ან 18 არქეტიპი გვაქვს წითელ რგოლში. ნახეთ, რა არქეტიპიც არის მთავარ პირველ პოზიციაზე, მთავარი პრობლემა ზუსტად ეხება იმ კონკრეტულ არქეტიპს და მაგის მიხედვით სცენარიც იცვლება. როდესაც 18 ენერგია გვაქვს მაგალითად წითელ რგოლში, 18 უფრო მეტად ეხება მაგიურ საკითხებს, უფრო მეტად დაფარულ ბუნდოვან ცოდნებს, შინაგან რესურსებს, სადაც ადამიანს ჩახედვა უჭირს, შინაგან პრობლემებს, სადაც ადამიანს უჭირს ჩახედვა და ბუნდოვნება რაც აქვს რაღაცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მენტალური საკუთარ თავთან დაკავშირებით ადამიანს, ის მისთვის ბენეფიტური არის ბუნდოვნება იმ ბუნდოვნებად დარჩეს. როდესაც 6 არქეტიპი გვხდება მსგავს რუკაში, ანუ ძირითადად ეს არის უპასუხო სიყვარულის გამოცდილება, რომელიც ადამიანს ჰქონდა წინა ინკარნაციაში. და აი ეს საკითხი, რომ ეს უპასუხო სიყვარული შეიძლება იყოს გათამაშებული როგორც ურთიერთობის საკითხში, ასევე შეიძლება იყოს გათამაშებული გარკვეულ სხვადასხვა ასე ვთქვათ, სხვა ცხოვრებისეულ აქტივობებში, როგორც შეიძლება იყოს კარიერა, ანუ ვერ ვიღებ იმ აღიარებას და იმ ყურადღებას, რაც მე მჭირდება. და ზოგადად 6 არქეტიპი არის ზუსტად გარეშე ვალიდაციებზე, რაც ადამიანს აკლია მუდმივად. ეს დანაკლისის განცდა მუდმივად აქვს ადამიანს ამის შინაგანი სურვილი ამ ასე ვთქვათ აი ამ სიყვარულის და ვალიდაციის და ყურადღების მიღების გარედან ყოველთვის არის. მაგრამ როგორც მაგალითად აი ლილიტის ზონა არის, ვთქვათ, ხო, დაფარული, როდესაც 18 არქეტიპი გვხდება კონკრეტულ პროგრამასთან, ზუსტად როგორც ლილიტის მდებარეობა ფარავს, ასე ვთქვათ, და გადადის ეს ჩვენ შეფარვით მოთხოვნილებებში, ასე ხდება ხოლმე, როდესაც 18 არქეტიპი ემატება პროგრამას, ხო, სადაც 18 ფიგურას. აქ არის ზუსტად გამოვლენილი და დაფარული სურვილები ადამიანის. შეიძლება რაღაც ეტაპზე არ კონდეს საერთოდ გაცნობიერებული პიროვნებას, რომ მისი მოტივები არის ზუსტად აი ეს მისი ქცევის მოტივები შეიძლება იყოს დაფარულად ის, რომ მე მივიღო ის დაკარგული და ის გაცემული სიყვარული, რაც მე ის ძალისხმევა, რომელიც მე გავიღე წინა ინკარნაციაში იმისთვის, რომ მე ის უკავშირები მიმიღო, რომელიც მე ვფიქრობდი, რომ მინდოდა, აი ეგ არის ზუსტად 18-6-6 პროგრამა, რომ ვცდილობ მივიღო იმ ადგილიდან რაღაცა, სადაც არ მეძლება, შეიძლება იყოს ის სიყვარული, ყურადღება, წინსვლა, ხო, თქვათ, მაგალითად ესეთი სცენარი რო არის, რომ ადამიანს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ იმ ადამიანს შევყარებოდი, მაგრამ არ ვუყვარვარ, ხო, და აი ეს ერთი მხარე რო არის თითქოს უფრო მეტად აქტიური და ჩართული ამ საკითხში, ანუ ეს უდიდესი ენერგია იქნა გაცემული ამ ადამიანის მიერ გარკვეულ საკითხებზე, ზუსტად იმ მოტივით, რომ მას მიეღო ის უკავშირები გარემოდან, რომელიც მას ჭირდებოდა. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ხო? და ეს პატერნი მუდმივად ტრიალებს. 6 არქეტიპს ახასიათებს ზუსტად აი ეს. შინაგანი სიყვარულის ტოტალური დანაკლისი, რომელსაც ადამიანი განიცდის, ეს შეიძლება აუცილებელია შევხედოთ მშობლისა და შვილის კარმას ამავდროულად, მაგრამ აქ არის მთავარი მოტივი რა.
ძირითადად, როდესაც ამ პროგრამას ხვდებით, ეგრევე ვეკითხებით კონსულტაციაზე, რა ხდება ურთიერთობებში. იმიტომ რომ ადამიანის მთავარი მოსაგვარებელი საკითხები და რითიც გადის ეს პიროვნება გამოცდებს, ეს არის ზუსტად ურთიერთობების ფაქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა არც უნდა ჩაკეტოს და ჩარაზოს საკუთარი თავის სოციალური კონტაქტებისგან და არც უნდა გადავიდეს, ასე ვთქვათ, უშინაარსო კომუნიკაციებში, რაც არის სოციალურად ძალიან აქტიურები არიან ამ პროგრამის წარმომადგენელი, ასევე ვიმეორებ, გაჩნია სხვა რა არკანები გვაქვს, სოციალურად ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ამასთან ერთად აქვთ ეს ზედაპირულობა, როდესაც მე-18 არქეტიპს ადამიანი არ იყენებს. მე-18 არქეტიპი არის ადამიანში განვითარებული. მე-18 ენერგია არის მთვარის არქეტიპი, რასაც ავხსნით აუცილებლად და როცა ავხსნით მიხვდებით ამას, რატო ვსაუბრობ, ის მატებს ყველაფერს მისტიურობას და ეს მისტიურობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცები ჩემ თავში ყოველთვის გაურკვეველია და მუდმივად ამას სჭირდება მუდმივი მენტალური მუშაობა, რომ მე ყოველ ჯერზე გამოვერკვე იმაში ვინ ვარ. და ამ პროგრამის მთავარი პრობლემა ასევე არის არჩევანის პრინციპი, რაზეც არის ზოგადად მე-6 არქეტიპი. მე-6 არქეტიპის მთავარი, ასე ვთქვათ, მოტივი არის ზუსტად ის, რომ ადამიანმა ისწავლოს სწორად არჩევანის გაკეთება საკუთარ თავზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, პირველ ჩაკრაზე გვაქვს, აგერ ზუსტად ეგ, რომ სანამ ადამიანი საკუთარ შეხედულებებზე, ნახეთ, საკუთარ იდენტობაზე და მეზე, ანუ ჩემ აზრებზე დაყრდნობით არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სანამ მე ვეცდები, რომ წავიდე ვიღაცასთან, პროფესიონალთან, თერაპევტთან და იქ თითქოს რაღაცა გარკვეულწილად გარეშე ვალიდაციებით, დასტურები და ნებართვები მივიღო, რომ რაღაცას მივანიჭო პრიორიტეტიზაცია. აი ეგ არის ზუსტად, რომ პრიორიტეტში დავტოვო. მანდ არის საინტერესო ის, რომც აი ეგ არის მნიშვნელოვანი, რას აკეთებს ზუსტად ეგეთ რაღაცებში ტესტავს ასეთ ადამიანებს სამყარო, რას იზავს. დამოუკიდებლად თავად საკუთარ აზრებზე დაყრდნობით გააკეთებს არჩევანს და არჩევანი იქნება საკუთარი თავიდან გამომდინარე გაკეთებული, საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რაც აუცილებლად უნდა შეიცნოს ადამიანმა ამ ჩვენი მე-18 არქეტიპით, ჩემივე მოთხოვნილებები, ჩემივე ფსიქიკური მექანიზმი, იმიტომ რომ ეს თუ არ დაკმაყოფილდა, მე-6 არქეტიპს ისედაც მუდმივად აქვს მუდმივი შიმშილის განცდა. და მე-6 ენერგიას ჭირდება, რომ აუცილებლად უნდა ქონდეს ყოველთვის აქტიური გულის ცენტრი, გულის ჩაკრა, რომ მან წამოიღოს შესაძლებლობები მის ცხოვრებაში, ხო? ის დადგეს თავის უმაღლეს მისიაზე, უმაღლესი დანიშნულების მისიაზე. იქ უნდა შევხედოთ იქ რა აქვს უმაღლეს მისიაზე და თვის ენერგიაზე რა აქვს. და მაქედან გამომდინარე უკვე ხვდებით იმას, დაახლოებით რა არჩევანის გაკეთება უწევს, ხო? და ამ არჩევანმა საით უნდა რა კონკრეტულ იდენტობამდე უნდა მიიყვანოს, ხო? ადამიანი იწყებს თავის მოგზაურობას, გმირის მოგზაურობას საკუთარი თავის შეყვარება. ეს არის ყველაზე მთავარი მიზანი, რასაც მიდიან 18-6-6 პროგრამის წარმომადგენლები და ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვათა შორის ბერჯერ ყოფილი კონსულტაციებზე, რომ უთქვამთ ჩემთვის, რომ მაგალითად მე არ ვიცი ეს საერთოდ რას ნიშნავს. და ზუსტად ეგ არის, რომ მისვლა იქამდე რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული, რეალურად აი ამის შეგრძნება, აი ამის შეგრძნება რეალურად, ხო? აი ეს არის ის, რაც ამ ადამიანი უნდა მივიდეს. რა განსხვავდეს ადამიანი უნდა. მანამდე არ ვამბობ, რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე შეიძლება ის იგივე პატერნი დაუწოს, მაგრამ ხშირად აქვთ ხოლმე წარუმატებელი ურთიერთობები, განსაკუთრებით მამაკაცებში ძალიან ხშირად ხვდებით პოლიგამიურ გამოცდილებებს და ძალიან ბევრ უშინაარსო კონტაქტს. მე-6 არქეტიპის სითბოს და ყურადღების მოთხოვნილებები, რომელიც სადღაც დამაკდა ბავშვობაში, შეიძლება კაცების შემთხვევაში ხდება ეგ. ქალებს რაღაც ეტაპზე მაინც ჩვენი, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდიდან გამომდინარე პოლიგამიურ საკითხებში და მაინც სოციალური წნეხი
წეხი და იარლიყების გამო რაღაც კუთხით ხალი მაინც ამ სექსუალურ და ურთიერთობების კუთხით აი სრულ თავისუფლებას თავს არიდებს, მაქედან გამომდინარე ჩვენი კულტუროლოგიური საკითხია, მაგრამ ასევე ხო მამაკაცების შემთხვევაში არის წოდება, რომ აი ჩანაცვლება სექსუალური ხშირი კონტაქტების ასე ვთქვათ კომპენსირება ხდება შინაგანი სითბოს მოთხოვნილება, ესე იხშობა. და როცა ეს შინაგანი სითბოს მოთხოვნილება ესე იხშობა, ხო, ხშირად აქვთ ხოლმე აი ეს მრავალი გამოცდილებები. ძირითადად არიან ხოლმე არასწორ გარემოში თავიდან ამ პროგრამის წარმომადგენლები და ზუსტად ეგ არის, რომ როდესაც ადამიანი ამ ჩვენი მე-18 არქეტიპით სწავლობს საკუთარ შიშებთან გამკლავებას, იმ კუთხით, რომ მე აღარ მეშინია ჩემ თავში ბოლომდე ჩავიხედო და ის რაღაცები დავინახო, ის დანახვიც მეშინია. რეალურად იქ ბუნდოვნებას, იქ შიში იმიტომ არსებობს, რომ იქ არის ესე იგი რაღაცა, რასაც უნდა შევხედო და მეც ეს ძალიან კარგად ვიცი, რომ იქ რაღაცა არის, მაგრამ არ მინდა რომ ის ამოვქექო. ზუსტად მაგიტო, იმიტომ რომ არ მინდა რომ მეტკინოს და ზოგადად ადამიანი მაინც იმედგაცრუებას გაურბის საკუთარ თავთან დაკავშირებით და ტკივილს, განსაკუთრებით მე-6 არქეტიპის წარმომადგენელი. ახლა იცით რა მაინტერესებს, თქვენი აზრი მაინტერესებს, როდესაც ამ პროგრამასთან ერთად ჩვენ მაგალითად გვხვდება რუკაში მე-5 არქეტიპი. პარალელურად გვხვდება ამ პროგრამასთან ერთად მე-3 არქეტიპი, გვხვდება თქვათ ქურუმის არქეტიპი, ან გვხვდება პირველი არქეტიპი, ხო? როგორ ახსნიდით ამას, ხო? ამასთან ერთად, აი, როგორ გამოიყენებდით მაგ არკანებს, როგორ დამატებით ინფორმაციას. რას დაამატებდით მაგ არკანებიდან გამომდინარე, თითოეულიდან გამომდინარე, მინდა რომ დაასინთეზოთ ამასთან და როგორ ინტერპრეტაციას მისცემდით დამატებით იმ სცენარს, რაც მე ახლა გაგიზიარეთ, ხო? ძირითადად ეს არის პროგრამის მთავარი არსი. უკვე მე-6 არქეტიპს რო ცალკე აგიტვირთავთ უკვე ხვალ ვიდეო, ხვალ ჩანაწერს მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, კიდევ უფრო ღრმად და საინტერესოდ და ასე ვთქვათ, შემდეგ პროგრამასაც ხვალ აგიტვირთავთ, რომელიც არის უკვე 18 და 9. კარგი, ამ პროგრამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ რას ფიქრობთ და თქვენ მაგალითად კიდევ რას დაამატებდით. აბა დროებით.